ემსახურებიან სამოქალაქო როგორც იცით, ევრაზიის თანამშრომლობის ფორუმმა დღეს მოაწყო დისკუსია თემაზე სამოქალაქო საზოგადოების როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში. ანუ უფრო მარტივად რო ვთქვათ, ეს არის მოქალაქეების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, როგორ გავლენას ახდენენ იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, ზოგადად იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიდის და თუ ახერხებენ თუ არა ისინი თავის მიზნების ჩამოყალიბებას და თავისუფლებების დაცვას. და აი ამ საქმიანობით როგორ გავლენას ახდენენ, როგორ ფორმირებაში, როგორ მონაწილეობენ იგივე პოლიტიკური პარტიების, იგივე სახელმწიფო პოლიტიკის. ეს დისკუსია მე მგონი ძალზედ მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ხედავთ, რომ თანდათან მოსახლეობა უფრო და უფრო აქტიურდება და ეს აქტიურობა გამოიხატება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაცა კრიტიკული ხდება ქვეყანაში და პროტესტის სახით, არამედ ისინი ყოველდღიურად იძენენ იმ უნარჩევას, რომ აუცილებელი არის, რომ მთავრობის სხვადასხვა ინსტიტუციები, ან პოლიტიკური ინსტიტუციების კონტროლის ქვეშ ყავდეთ. იმისათვის, რომ ხდებოდეს, როგორც ჩვეულებრივ დასავლურ დემოკრატიებში ხდება, რომ სამოქალაქო საზოგადოება მონიტორინგს უკეთებს და ამავე დროს ამოწმებს იმას, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა და როგორ მუშაობს ესა თუ ის სააგენტოები.